შვიდობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, საუკეთესო მოგცეთ ყველაფერი ღმერთმა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თანადგომისათვის, მოსმენისათვის, მხარდაჭერისათვის, ახლობლობისათვის, ნათესაობებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს ამ ქვეყნიური 64 და განვიხილავთ ამ წიგნს ამ ქვეყნიური 64. დიდი იმედი მაქვს, რომ ღვთისწყალობით ძალიან მალე გაცილებით მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდება და გვექნება ამ წიგნის უფრო დიდი რაოდენობით დარიგების, ჩუქების საშუალება. მე თქვენ დაგანახეთ უკანა ყდა ამ წიგნისა, სადაც გამოსახულია აბრაამის წიაღი, მიაქციეთ ყურადღება აბრაამის წიაღი, აქაც და ძალიან ბევრგან კიდე არის გამოსახული ედემის ბაღის შუაგულში, ანუ აი ამ 4 მდინარის საწყის სათავეებში, ანუ წარმოსახვითად აბრაამის წიაღი, აბრაამს ხადია 2 წიაღი ჰქონდა, ერთი ამ ცხოვრების წიაღი, საიდანაც უნდა გაჩენილი იყო მისი შთამომავლობიდან გაჩენილი იყო მაცხოვარი, ანუ მისი ოჯახი, მისი სანათესაო, მისი მემკვიდრეობა და მეორე წიაღი უკვე იმ ქვეყნიური, როდესაც აბრაამი გარდაიცვალა და სადაც მოხდა ლაზარე, მოგეხსენებათ, ეს უკვე მეორე წიაღი და აი ეს გამოსახულება შესაბამისად აღნიშნავს იმას, რომ აბრაამი არის მამამთავარი უამრავი ადამიანისა, უამრავი ხალხისა და ჩვენ აბრამიკული მოდგმის, აბრამიკული სახის ხალხი ვართ და აბრაამის წიაღი კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ამ საოცარ ჩვენ დავდებთ აი ამ ფოტოს გარეკანზე და აბრაამის წიაღი გამოსახულია ედემის ბაღში. ეს შესაძლოა ერთი მხრივ არის ალეგორიული და შესაძლოა იგულისხმება რაღაც პირდაპირიც რამე თუ გვიჩნდება უკვე აზრი, გვიჩნდება უკვე რაღაც წყაროები, კვლევები, იდეები, რა აღარ დავარქვა ამას არ ვიცი. მე და ჩემს მეგობარს გეგა ხვედელიძეს, რომ აბრაამი სწორედ აი ამ ზემოთა ქალდეაში, ქარდუში, ქარდუქეთში ცხოვრობდა, სადაც არის ვანის ტბა და სადაც არის ისტორიული არიან ქართლი. და აქედან არის სამხრეთისკენ ჩასული ჯერ ჰარანში და მერე ჰარანიდან არის იერუსალიმისკენ და ქანაანისკენ გამგზავრებული და არა ამოსული ბაბილონიიდან 1200 კილომეტრზე ევფრატის ამოყოლებით და არის časული ჩვენ მალე ამ წერტილსაც დავსვავთ რუკაზე ვიპოვნით მის საცხოვრებელ პირველ საცხოვრის, ანუ სად იყო ქალდეას ური, პირველი ქალდეას ური და არა მეორე ქალდეას ური, რომელიც ბაბილონშია და არა მესამე ქალდეას ური, რომელიც ტრაპიზონის მხარეშია და არა მეოთხე ქალდეას, ანუ ქართლის ური, რომელიც დღევანდელ ქართლშია. ეს ჩვეულებრივი რამეა, რომ ადამიანები, როდესაც გადადიან ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე, მეოთხე ადგილზე, მიაქვთ მათ თავიანთი ეტიმოლოგია, თავიანთი სოფლების მხარეების სახელები. ჩვენ შესაბამისად ამ გადაცემაში ცალკე გადაწყვეტილი ვქონდა, რომ გვესაუბრა ამ წიგნის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა მესამე მდინარეს ტიგროს, ანუ ზოგან არის მოხსენიებული ეს როგორც ხიდეკელი და აშურის ქვეყანაზე, რომელიც ჩაუდის აშურს, ასე ვთქვათ, და ჰქონდა გადაწყვეტილი ასევე და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გვესაუბრა რამდენიმე კითხვაზე, რომელიც გაუჩნდათ ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გულშემატკივრებს, დაინტერესებულ ადამიანებს, თუ რა ბედი ეწია ბაღს, როგორ არის შესაბამისად დღეს იმ ბაღში რა კვალი არსებობს და მსგავსი რაღაცეები დაინტერესდნენ ადამიანები. ასევე დაინტერესდნენ გზებით, მე წინა გადაცემაში ვისაუბრე იმ გზაზე, როგორ უნდა დაკავშირებულიყო ბენგალია პორტუგალიას და როგორ უნდა გაევლო მაგალითად გნებავთ ვაჭარს, გნებავთ ჯარს, გნებავთ მოგზაურს და გნებავთ ფეხოსანს, ცხენოსანს, ურმოსანს და ასე შემდეგ.
აი ამ თემების გარშემო გვინდა გვესაუბრა და ასევე არარატის მთის, ურარტუს მთის, ქარდუს მთის, აბუშის მთის შესახებ გვინდოდა გვესაუბრა. ამაზე გაჩნდა ასე ვთქვათ კითხვები აი ამ სფეროებზე და შესაბამისად აშურზე და ტიგროსზე ანუ ხიდეკელზე შემდეგი გადაცემისთვის გადავდოთ და ამ თემაზე ვისაუბროთ. მაგრამ მანამდე მე მინდა გითხრათ ახლა ვინც ჩვენს Facebook გვერდს ადებნებს ყურადღებას ამ ბოლო პერიოდში 5-6-7 წერილი მიუძღვენით ალბანეთის თემას და ალბანეთი კავკასიის ალბანეთის ადგილმდებარეობას და ასე შემდეგ და ეს ძალიან მაწუხებს, ძალიან გვაწუხებს ეს საკითხი და რაღაც დონეზე ამაზე მინდა რამდენიმე წუთი ვისაუბრო თუ სად მდებარეობდა ალბანეთის სახელმწიფო და ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია. ჩვენს გადაცემათა ციკლს ქვია ამ ქვეყნიური 64 და ჩვენ ყველამ ვიცით, ყველას გვჯერავს, ყველას გვწამს, რომ ჩვენ და ეს მამაპაპადგან ვიცოდით, გადმოცემით და ჩემი თაობის ადამიანებს და უფროსებსაც, უფრო უმცროსებსაც, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს, რომ ლეგენდასავით, გადმოცემასავით გვესმოდა, რომ ღმერთმა ჩვენ შეგვახვედრა და ჩვენ დაგვასახლა შესაბამისად ამ ქვეყნიურ 64-ში და ამ ქვეყნიური 64 შესაბამისად მართლაც ჩვენ გვერგო ყველანაირი გაგებით დაწყებული იქიდან რომ ეს იყო ბაღის ადგილი, ეს იყო სადაც პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ, ადამი და ევა და მისი ოჯახობა და შემდგომ შესაბამისად მთელი ეს შემოგარენი ამ ბაღისა, ხომ? და მთელი ჩვენი ქვეყანა ამ ქვეყნიური 64-ია, ღვთისწყალობაა ეს, საოცარი სამშობლო, საოცარი დაწყებული ციდან, დამთავრებული მიწიდან, ენიდან, ხალხიდან, ბუნების საჩუქრებიდან და ღვთისწყალობებიდან გაგრძელებული და რა არის ამაში გასაკვირი, რომ მთელი კაცობრიობა ცდილობს, რომ მოაკვნიტოს, მოაწიწკნოს, მოაგლიჯოს, ან სრულიად დაიპყროს ეს ჩვენი სამშობლო, რაც რამდენჯერმე მოხდა, მაგრამ ღვთისწყალობით ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფოებრიობა, ასეა თუ ისე მართალია დაფლეთილი მამული, მაგრამ გამთლიანებადი გვაქვს დედაენა, რომელიც მრავალ წყაროზე დაყრდნობით 40 საუკუნის ენაა და ეს წყარო არის ქართული წყაროები. ქართლის ცხოვრებაში წერია ასე და არა რომელიღაც სხვა გადამთიელის წყაროში და ყავს ეთნარქები 40, 42, 45 საუკუნის წინანდელნი და გვაქვს სახელმწიფოებრიობა 33, 34 საუკუნის წინანდელი და ასე შემდეგ და ეს არის ამ ქვეყნიური 64 კიდე უკვე ალეგორიულად რა ჩვენი საკვლევი თემა იყო ბაღის ადგილის პოვნა და ბიბლიური გეოგრაფია და ბიბლიური არქეოლოგია და ამას ახლა შესაბამისად ცალკე რატო ვამბობ და რა წინაპირობით ვამბობ ხვდებით. შესაბამისად ორი იარაღი არსებობს, ხომ? ორი იარაღი არსებობს. შეიძლება ითქვას ეს არის ძალა, რომელიც აღმარცხნავს სამწუხაროდ, მაგრამ ყველა ვარიანტში ამ ძალას როგორი ჯუნგლების კანონიც არ უნდა იყოს დედამიწაზე, სჭირდება გამართლება, რაღაც საფუძველი და ასე შემდეგ და გნებავთ იდეოლოგია და გნებავთ საინფორმაციო ომი და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ და რომ დაგიპყრობს ვიღაცა, მე ყველა ვარიანტში ან რაღაცას რომ წაგაგლიჯავს ადამიანი რა, ტერიტორია იქნება თუ კუთხე იქნება, მხარე იქნება თუ ერთი სოფელი თუ 1 კვადრატული მეტრი, მე იმის გამართლებას და იმის დასაბუთებას ცდილობს. კარგად გამიგეთ და ღმერთმა ნუქნას რომ კიდე დავკარგოთ ჩვენ ერთი გოჯი მაინც და ღმერთმა გადაგვარჩინოს და ჩვენმა ერთიანობამ გადაგვარჩინოს და სწორმა მართალმა იდეოლოგიამ გადაგვარჩინოს და რაც შეეხება შესაბამისად ახლა არის ყველა მეორე წინადადებაში და ყველა მეორე გადაცემაში საუბარი დავით გარეჯზე. დავით გარეჯის კომპლექსის უდიდესი ნაწილი შესაბამისად უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ისე როგორც ეს არის 10, 15, 20, 30, 40, 50, 70, 80, 100 წლის წინანდელ მდგომარეობაში მე იქ სტუდენტობაში ვარ ნამყოფი, მე იქ ახალგაზრდობაში, მე შემდგომ მე ექსკურსიებზე და ასე შემდეგ და მარტო სადღაც შორს შესაბამისად
ამ კომპლექსისაგან, ამ უდიდესი კომპლექსისაგან შიგ, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო ერთი ეკლესია და დანარჩენი ყველაფერი აქეთ იყო და ასეც უნდა გაიაროს სახელმწიფო საზღვარმა. ეს არის სახელმწიფო საქმე და ეს არის სახელმწიფოების გადასაწყვეტი, მაგრამ არსებობს მეორე პრობლემა, გნებავთ გარეჯის საკითხზე და გარეჯმა გააჩინა ახლა ეს საკითხი, რომ ისინი მარტო იმას კი არ ამბობენ ბატონებო, რომ გარეჯიში ეს ორი ეკლესია, ერთი კოშკი და მეორე მონასტერი იმათია, იმასაც ამბობენ, რომ ეს მათი ისტორიული კუთვნილებაა და ეს მათ ააშენეს, როგორც ჩვენ მაგალითად ვარძია გამოვკვეთეთ, ეგენი ამბობენ, რომ ჩვენ ეს კელიები გამოვკვეთეთ და ჩვენ აქ ცხოვრობდით ჩიჩხიტურში და უდაბნოში და მე ჩვენო გაგვაქართველეთო და მე გავხდითო ისევ სხვა სარწმუნოებისა და სხვა ენის ხალხიო, თორე ჩვენი ქართიზაცია მოახდინეთო. ერთი სიტყვით ბევრი რო არ ვისაუბროთ ამ თემაზე, მე უკვე რაღაც დონეზე ჩახედულ ადამიანებს გავუმეორებ და ჩაუხედავ ადამიანებს თავიდან ვეტყვი, რომ 15 საუკუნის წინ მაგალითისათვის 16 საუკუნის წინ არსებობდა კავკასიაში სამი სახელმწიფო, ეს იყო არმენია, ეს იყო ალბანეთი და ეს იყო იბერია, საქართველო, დიდი საქართველო, გრანდიოზული საქართველო. ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მირიანისეული საქართველო იყო დღევანდელი შიდა ქართლი, ან დღევანდელი ლიხსაქეთა მხარე. მირიანის საქართველო იყო გრანდიოზული ქვეყანა, სოხუმიდან აქეთ, აჭარის აქეთ, მთელი პირიქითა კავკასიონი და აქეთ, მთელი ეს არსიანის ქედი და ზემოთ და მასკუთების აქეთ. მასკუთები არის ნახსენები უამრავგან წმინდა ნინო მიქადაგა ქართველები მოაქცია და მივიდა მასკუთებამდე. და საცხოვრობდნენ ამ ეროვნების ხალხი და ამ ტომის ხალხი, ამაზეც ვისაუბროთ. შესაბამისად, დღეს ქართულ ისტორიოგრაფიაში, ენციკლოპედიაში, ქართულ სახელმძღვანელოებში, ინტერნეტ საიტებზე, ქართულად რო ჩაწერთ სიტყვას კავკასიის ალბანეთი, ამოვარდება რუკა, სადაც ხატია, რომ თითქოს და მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეებში სახელმწიფო ალბანეთი და ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია იყო ნახევარი კახეთის ტერიტორიაზე, ზოგან პრაქტიკულად რუსთავამდე და გარდაბანი შედის მასში, გურჯაანი შედის მასში, ბოდბე, ლაგოდეხი, კახი, ბელაქანი, ზაქათალა, ეს და იქითა ტერიტორიები, რომლებიც კამბესინე და ასე შემდეგ, რომელიც ისტორიულად ჩვენია და მინგეჩაურის წყალსაცავის ადგილი და ასე შემდეგ. ესეთი დიდი პირდაპირ ვიტყვი შეცდომა და უზუსტობაა დაშვებული. დიდი შეცდომა და უზუსტობაა დაშვებული და საიდან მოდის ეს? მოგეხსენებათ ჩვენი ისტორიული წარსული საბჭოთა კავშირია და იქ საბჭოთა კავშირში და ზოგადად ახლა ავტორიტეტების რისხვა იყო ხოლმე და ერთი ავტორიტეტი ან ერთი დიდი ადამიანი ან ერთი დიდი აკადემიკოსი, მით უმეტეს მოსკოველი აკადემიკოსი ან ვინმე სიტყვაზე თუ იტყოდა რომ ეს ესია, პრაქტიკულად ჯდებოდა, დუღაბდებოდა ისტორიაში და იყო ესეთი ადამიანი ლატიშევი, რომელმაც თარგმნა პტოლომეუსი, თარგმნა ძველი ავტორები შესაბამისად და მაგალითად პლინიუს დიდი წერს, სულ პრაქტიკულად 4 წყარო გვაქვს ჩვენ, 4 წყარო გვაქვს ისეთი, რომელიც წყაროა შეიძლება ითქვას, ეს არის პლინიუს უფროსი, ეს არის მოსეს კალანკატუაცი, ეს არის ეღიშე და ეს არის ქართველი ავტორი, ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ეს 4 ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ წერს ეს პირველი 3 წერს ალბანეთისა და საქართველოს, ალბანეთისა და იბერიის მოსაზღვრეობაზე, ხოლო ლეონტი მროველი იბერიისა და ჰერეთის მოსაზღვრეობაზე. შესაბამისად პლინიუსი წერს, რომ მტკვრის იქითა მხარეს
ჩამოდის მდინარე ოკაზანი დიდ გრანდიოზულ ველზე და ამ ველზე გრანდიოზულ ველზე ცხოვრობს ორი ტომი, ორი ერი, ორი ხალხი შესაბამისად და ამ ველს შუაში ჩამოუდის მდინარე ოკაზანი და საქმე იმაში მდგომარეობს რომ რადგან ეს ოკაზანი წარმოიდგინეს რომ გავს სიტყვას ალაზანი აი ამ დიდ ალაზანს დაარქვეს ოკაზანი და აი ამ ადგილას გაატარეს საზღვარი ისტორიული საზღვარი შესაბამისად და წარმოიდგინეთ ახლა რა ქვეყნები, რა მხარეები, რა კუთხეები დარჩა ამ მდინარე ალაზნის აღმოსავლეთით და სად ჩამოდის ალაზანი გინდა ჩრდილოეთით, გინდა სამხრეთით და ასე შემდეგ და ეს უდიდესი შეცდომა დაუშვეს. უდიდესი შეცდომა და მე აღარც მიბრუნებიან ამ თემას. აღარც მიბრუნებიან რამე თუ ჯერ მარტო თქვენც იცით და ყველა ჩვენთაგან მაიცის რომ ჯერ მარტო დღევანდელ საქართველოში ალაზანი არის მთაში 3-4 ალაზანია და იორსაც ეძახოდნენ ალაზანს, მცირე ალაზანს და მის ყველა შენაკადსაც ალაზანს ეძახოდნენ ჩვენ ფაზისზე ვისაუბრეთ უამრავი და აი როგორც დასავლეთ საქართველოში უამრავი ფასისია და ფასისის მსგავსი სახელი აკამ ფასისი, ხარფასოსი, ფოასი, ფასისი და ასე შემდეგ ფისიდისი და ასე შემდეგ ისევ აქაც 5-6 ალაზანია რა არის ამაში გასაკვირი სათავეში 3 მტკვარია და სათავეში 2 არაბია და ასე შემდეგ და ეს დიდი ველი წარმოიდგინეთ რომელიც იყო პრაქტიკულად აღარც უძებნიათ და მოიტანეს და ეს საზღვარი ცივ გომბორზია გავლებული და ამ ცივ გომბორზე წარმოიდგინეთ აი პრაქტიკულად იქ არის მე ვახუშტი ამბობს რომ ვარაუდობს ვახუშტი რომ სავარაუდო თუ აქ იქ ნახსენებიო სასაზღვრო პუნქტიო ხალხალიო არისო გულგულაო რომელიც არის თელავთანო და რადგან ვახუშტი ამბობს ვარაუდით და ვახუშტი სამწუხაროდ არ არის ჩახედული რომ კიდემ 5 ხალხალა და 5 ფილფილა და 5 გულგულა და 5 გილგილა იქ ამ რეგიონში შესაბამისად სამწუხაროდ ამას უთითებს რა რომ შესაძლოა ეს იყოს ვახუშტის თქმით და წარმოიდგინეთ რომ ისტორიული საზღვარი გაავლეს ამ ქვეყანაზე და რას ამბობენ ახლა ეს ბატონები არა მარტო უცხოელები არამედ ქართველებიც სამწუხაროდ რომ მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეებში წარმოიდგინეთ რომ გურჯაანში, ბოდბეში, დავითგარეჯში და ასე შემდეგ ალვანში, ლაგოდეხში, კახში, ნუხში, ზაქათალაში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში იყო არა მცხეთის ეკლესიის იურისდიქცია, არამედ იყო ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია და საქართველოს ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას აბრალებენ გაუგონარ რაღაცას. ძალიან მძიმე დანაშაულს, ეგრეთ წოდებულ პროზელიტიზმს რა. მე ქეთს ვიხრი უდიდესი ადამიანის წინაშე. მე მისი მეასედი არ ვიცი, რომელ მეასედზია საუბარი, მე-500 არ ვიცი, ეს არის აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი. 100 წიგნის ავტორი და 10,000 წიგნის დამმუშავებელი, მაგრამ იგი წერს ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე 2006 წელს ჩატარდა ეს კონფერენცია და მე მოგაწვეთ ამის დეტალებს, რომ წმინდა ნინომ ხელში დაიჭირა პროზელიტიზმის სიმბოლო ჯვარი და მირიან მეფემ და წმინდა ნინომ იქ მაცხოვრებელი ალბანური ტომები გააქრისტიანეს და მე ალბანურ მხარეში იყო და ესე იგი შესაბამისად საიდანღაც ამ ღრმად პატივცემულმა ადამიანმა მომიტევოს, მაგრამ საიდანღაც მოიტანა რომ წმინდა ნინო სხვისი განმანათლებელიც არის გარდა ქართველთა რა, ანუ სხვა ერებიც და სხვა ტომებიც და სხვა ხალხიც გაუნათლებია, როცა ამაზე არ წერს არაფერს მოვსეს ხორენაცი სომხეთის ისტორიაში იგი წერს რომ ქართველები გააქართველა და თავისი ტკბილი ყველასთვის გასაგებიანით იქადაგა მასკუთებამდე, ანუ მასკუთები ცხოვრობდნენ აი სადაც არ მისული ბაქომდე დაახლოებით 70-80 კილომეტრში, 100 კილომეტრში აი ამ მხარეში მასაგეტები იგივე ხალხი შესაბამისად და იქამდე იყო ჩასული და გარკვევით წერია რომ წმინდა ნინო დაიკრძალა ქართლის დაბა ბოდისში. შესაბამისად და ბოდისი და უჯარმა 100%-იანი ქართული ქალაქებია
ივერიული, ქართული ქალაქებია, დაბებია იმ პერიოდისა და არა ალბანური. ერთი სიტყვით, ეხლა რა თქმა უნდა, აი ამ ყველა წყაროს მე ვერ შევეხები, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ ყველა ისტორიის მასწავლებელს, აი ყველას, რომლებიც სკოლაში მუშაობენ, რომელიც დაინტერესებულია ისტორიით, მაგალითად ადამიანი, ან რომელიც იყო ისტორიკოსი და ამთავრა ისტორიული და სხვა მიმართულებით სწავლობს, აი ჩაიხედოს ამ თემაში. თავიდან გადაამოწმონ, თავიდან მართლაც ესე რომ ყოფილიყო და მართლაც აქ რო ყოფილიყო ალბანეთი, დავხრიდით თავს და გავჩუმდებოდით და მოვიკვნიტავდით იმ ენას და კარგით, აი დავნებდებოდით, მაგრამ არ ყოფილა, ნამდვილად არ ყოფილა, არც გურჯაანში და არც ვეჯინში, არც სიღნაღში და არც ნუკრიანში, არც ბოდბეში და არც ჩვენ ძირძველ უძველეს ქვეყანაში ანუ ალბანური ქვეყნის ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია. ეგენი ახლა თავის თავს აცხადებენ, რომ არიან ალბანელების შესაბამისად შთამომავალნი და არიან ავტოქტონი ხალხი და უკვე კარგად გამიგეთ პრეტენზიას გამოთქვავენ ამ ეკლესიების კუთვნილებაზე. ჩვენ 100%-ით, 100 კი არა უდაოდ ჭეშმარიტად გვეკუთვნის და ჩვენი აშენებულია იშხანიც, ოშკიც, ასე შემდეგ და ამას წყალი არ გაუვა. ხო ხდებით და როგორც ჩვენ ვითხოვთ, ვამბობთ, ვაფიქსირებთ, ეხლა დღეს რომ იშხანი ჩვენია, ოშკი ჩვენია, ოთხთა ჩვენია, მაგრამ აუბედითობით შესაბამისად და ასე შემდეგ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის სხვა სახელმწიფო, თურქეთის სახელმწიფოა. შესაბამისად, მაგრამ ეს ტაძრები ჩვენი აშენებულია. ზუსტად ესენი ამბობენ, რომ მათი აშენებულია, მათი საძირკველი ჩაყრილია ბოდბეს გურჯაანის ეკლესიები და ასე შემდეგ, ჭერემი და ვეჯინი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ, რომ შემოგვეხმიანოს, მივაწვით თავიდან ცნობებს, სულ ახალი ცნობები აღმოჩნდა. საბჭოთა დროში სამწუხაროდ უგულებელ ყოფილი იყო უამრავი წყარო. ეხლა ეს 4 უძიდესი და ძალიან სარწმუნო წყარო ხო თავიდან უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოვსეს კალანკატუაცი, ეს დიდი სომეხი ისტორიკოსია, პლინიუს უფროსი, ეღიშე და დიდი ქართველი ეპისკოპოსი ლეონტი მროველი და ასევე უამრავი წყარო, უამრავი ლიტერატურა, უამრავი მიგნება არის შესაბამისად სხვადასხვა იგივე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში და მრავალგან და ჩვენ მაინც გავიგოთ ქართველებმა, თორე შესაბამისად იქ ისეთი გამჯდარია აზერბაიჯანში, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ჩრდილო მხარეებში, ასე შემდეგ რუსეთში ისეთი გამჯდარია. რუსეთის ეპარქია არის ბაქოს ეპარქია და თუ თქვენ შეხვალთ რუსეთი მოსკოვის საპატრიარქოს ბაქოს ეპარქიის საიტზე, თქვენ ნახავთ, რომ ბაქოს ეპარქია მოიცავს არა დღევანდელ აზერბაიჯანს და იმის იქით უნდა იყოს წესით, არამედ მოიცავს კახეთის, დღევანდელი კახეთის ეკლესიებს და არც საინგილოში არასოდეს არ ყოფილა ჰერეთი. არც საინგილოში არ ყოფილა არასოდეს ჰერეთი ჩამოყალიბდა მართალია შესაბამისად მერე ძველი ალბანეთის ადგილას, მაგრამ ეს იყო გაცილებით ქვევით, გაცილებით სამხრეთით. იქ არის ქალაქი ანუ ეს სასაზღვრო ქალაქი გულგულა არის ოღუზის რაიონში. ეხლა წინ რო წავიგდო საქმე და იქ ჩამოდის გალაჩაი და აგრიჩაი. დიდი საკმაოდ ისეთი მდინარეები და ეხლა აზერბაიჯანელები ძალიან ძლიერები არიან, ძალიან მშრომელები არიან და ეს მდინარე არის უამრავგან ესე განტოტებული, ხელოვნურად განტოტებული და ადიდებული ამ მდინარეების ფოტოცა გვაქვს, რომ ძალიან საკმაოდ წყალუხვი მდინარე იყო. და დღესაც კი როცა ადიდდება საკმაოდ წყალუხვია. აი ის იყო ის ოკაზანი და არა ალაზანი და აი გიშთან არის. გიშის წყალი არის პრაქტიკულად შესაბამისად იმის იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები და ალბანელები და არა აქ. არასოდეს არ უცხოვრიათ აქ და
გთხოვთ, გევედრებით, რომ ვისაც ეს ხელეწიფება, ვინც ისტორიკოსია, ვისაც ეს ევალება, აუცილებლად დაუბრუნდეს ამ საკითხს და აუცილებლად ჩვენ გთავაზობთ კონფერენციებს, ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობას, ჩვენ გთავაზობთ კვებას ამ კონფერენციაზე, ზოგი ხო ამისთვის მოდის ხოლმე კონფერენციაზე. ესეთებიც მოვიდნენ, ოღონდაც გაიგონ რაც შეიძლება ბევრმა, რომ შესაბამისად არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს. აი მე როგორც ქრისტიანი ისე გეუბნებით, როგორც ქართველი, როგორც 4 შვილის მამა ისე გეუბნებით, მერწმუნეთ, მე რომ 9% ეჭვი მეპარებოდეს, აი ამ ყველაფერში ჩახედვის მერე, აი ამ ყველაფრის წაკითხვის მერე, აი გავჩუნდებოდი მე რომ რაღაც ალბათობის თეორია არსებობდეს ამაში და რომ შეთქმულების თეორიას ხედავდე. მერწმუნეთ, რომ ეს არის თავიდან მოსაძებნი და თავიდან წასაკითხი, თავიდან ჩასაღრმავებელი თემა. შესაბამისად რეზიუმე ჩვენი საუბრისა, რომ გთხოვთ ყველა ისტორიკოსი დაინტერესდეს აი ამ თემით, რომ სად გადიოდა ალბანეთის ეკლესიის იურისდიქცია და ის რომ ისინი არასოდეს არ ყოფილან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და არც საინგილოში. ჩვენ ყველა წერტილი ვიპოვნეთ იქ, ყველა წერტილი განვიხილ მე ყველა მასალას მივაწვდი, ყველა დაინტერესებულ ადამიანს და გთხოვთ მოძებნოს იქ ან ეგრეთ წოდებული ეხლა გახმაურებული ფრაზა ურაპატრიოტიზმი, ან მოძებნოს იქ რაღაცა მისხალი აი ამ ხელა უზუსტობა, ან გადახვევა, ან მეზღაპრეობა და ასე შემდეგ. ნეტა მოძებნონ და ნეტა ვიღაცამ კითხვა დასვას რა და ნეტა თქვას, რომ აი თქვენ გეშლებათ ამაში. ეს იქნება ჩვენი ბედნიერება, რომ ამ ადამიანს ჩავყვეთ ბოლომდე და ავუხსნათ და დავანახოთ ის კითხვა და ის წინადადება. ძალიან დიდი მადლობა მოთმენისათვის, ყურადღებისათვის. ასეთი მიმართულება ეხლა რაზედაც მე ვილაპარაკე, თუმცა ახლა უკვე აღარ ჩამოვთვლი, კიდევ 4-ია. ერთი მიმართულება არის, როგორც მოგახსენეთ, აღმოსავლეთი მხარე ალბანეთის ეკლესიის ფსევდო ვითომ იურისდიქცია დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება რამდენი წუთი გავიდა მეგობარო? 27. კიდევ 15 წუთი ვისაუბროთ, 18 წუთი. რაც შეეხება წინა გადაცემაში გაჩნდა კითხვა, რა ბედი ეწია, რა კვალი არსებობს ამ ედემის ბაღის და ასე შემდეგ და ბიბლიაში ესეთი რამე გვაქვს მოცემული, რომ ღმერთმა გამოაძევა რა ედემის ბაღიდან, ანუ 64-დან პირველი ადამიანები, რომ ამ სიცოცხლის ხესთან არ მისულიყვნენ ადამიანები და ამ შეცნობის ხესთან არ მისულიყვნენ ადამიანები, პირველი ადამიანები კარიბჭესთან დააყენა დარაჯად ცეცხლოვანი ანგელოზი, რომელმაც ჯერ გამოყალა და მერე მბრუნავი ცეცხლოვანი מחვილით ხელში იცავდა ანგელოზი შესასვლელს, რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, აღარ შებრუნებულიყვნენ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ადამიანები ამის გარშემო დასახლდნენ და ლოგიკურია, რომ აქაურობა აითვისეს. ლოგიკურად რო ვთქვათ, ესენი იქვე რაღაც 50-150 კილომეტრში და ტაოკლარჯეთში და აი ამ ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში დასახლდებოდნენ პირველი ადამიანები და ვახუშ თეიმურაზ ბატონიშვილი რო წერს, რომ კავკასიიდან იწყება ყველა ადამიანთა წარმომავლობა და ყველა ადამიანთა აკვანი, ამაზე მავანი იღრიჭება და აგი ლოგიკური ვისაც რა თქმა უნდა ბიბლიისას ჯერას და რომ ბიბლიას უყურებს ცალკე როგორც წმინდა წერილს და ცალკე როგორც უდიდეს ისტორიულ წყაროს, უდიდეს გადმოცემას, უდიდეს დოკუმენტს, ერთადერთ ისტორიას შეიძლება ითქვას სრულყოფილს, რა თქმა უნდა მსგავსი რაღაცეების სხვაგანაც წერია, მაგრამ თან კანონიკურს უნდა იწამოს და დაიჯეროს, რომ მართლაც აი აქ კავკასიაში არის აკვანი კაცობრიობისა. შესაბამისად ეს ასეც იყო პირველი ადამიანებისა და ადამისა და ევას შვილების შვილთა შვილების ის ეპოქაში და ასე შემდეგ და მეგრე იგივე აი ჩვენი ქრონიკონით დასაბამიდან, ანუ 7600
76 საუკუნის შემდეგ 22 საუკუნეში მოხდა გრანდიოზული წარღვნა და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ეს ყველგან არის აღწერილი და ჩვენ ამ წარღვნის უამრავ კვალს პოულობ და აი ამ წარღვნამ ყველაფერი წალეკა. აი ამ შესაბამისად ყველაფერი დაფარა, მეტადრე იქაურობა. დაფარა, წარმოიდგინეთ 5 კილომეტრიანი და 4 კილომეტრიანი მაღალი მთები. არამც თუ ეს ადგილი, რომელიც როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით 2200, 2300, 2400 მეტრია ზღვის დონიდან, სადაც იყო ედემის ბაღი, ამ ქვეყნიური სამოთხე. ეს არის პირველი მაჩვენებელი შესაბამისა იმისა, რომ იქაურობა მრავალწილად შესაბამისად გადაირეცხა და მთებიდან წამოვიდა გრანდიოზული რაოდენობის ლამი, მეტადრე ბარში, მაგრამ აი ამ მაღალი მთის კონტურები გადარჩა და შესაბამისად ეს მდინარის სათავეები ისევ არსებობს და ეს მთაგრეხილები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგს შეიძლება გრანდიოზულ პერიოდად მოეჩვენოს ეს, მაგრამ 55-56 საუკუნის წინანდელია ეს ყველაფერი, რაც მოხდა წარღვნისას. ეს ერთი. შემდგომ აი ამ მომენტში მე ისიც ვისაუბრე, ძალიან ბევრს გაუჩნდა ამაზე კითხვა, რომ დედამიწის ღერძი რო გადაიხარა აი ამ მომენტში გრანდიოზული წყალდიდობა იყო, ცალსახად მიწის ძვრებიც იყო და ასე შემდეგ. უამრავი მდინარე არის ესეთი მიმართული, გადაგდებული შეიძლება ითქვას და ყველა შეხმატკბილებულად ესე როგორც ქართული ენის ცალხაზიანი რვეული მიედინება და ჩაედინება ევფრატის აუზში. და შესაბამისად ევფრატი გადაიქცა უდიდეს გზად. ეხლა მეორე კითხვა იყო გზა. გზები მე უკვე ვისაუბრე, რომ მაგალითად კუვეიტიდან რო ადამიანი ჩამოსულიყო ზემო ზღვებში, უნდა ევფრატს ამოყოლო და მერე კარიდან, ანუ ერზრომიდან გადმოსულიყო ჭოროხის აუზში და ეგრე ჩამოსულიყო, ეს იყო საუკეთესო გზა და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი თქვენ შეგიძლიათ უამრავი ავტორი ნახოთ, რომელნიც აღწერენ მოგზაურობას ბათუმიდან ართვინამდე ერთდროულად 50-60 გემი, ასე ვთქვათ, 12, 16, 18 საჟენი რო შეიძლებოდა დატეულიყო იმხელა გემები და უამრავი ნამი მოგზაურობდა ყოველდღიურად აღმა-დაღმა. იმისთვის რომ ართვინიდან ჩასულიყვნენ ბათუმამდე, ამისთვის საჭირო იყო 8 საათი, 10 საათი, 12 საათი, ხოლო რო ამოეთრიათ ნავი, თქვენ გაგახსენდებათ ახლა რეპინის ცნობილი სურათი ბურლაკინა ვოლგი, როგორ მიათრევენ მთრეველები, მუშები, ხალხი, მტვირთავები გემს მდინარის აღმა. ზუსტად ეგრე ამოსათრევი იყო აღმა ბათუმიდან ართვინამდე გემები ნაპირ ჩალაგებული იყო ხალხი, ბოძები, თოკები და ასე შემდეგ. ეს რაც აი ამ გზას შეეხება და მეორე გზა გაბატონებულია სამწუხაროდ აზრი ასევე ისტორიოგრაფიაში, რომ მეორე გზა ისე გადადიოდა თითქოს და როგორც დღეს გადადის, ესე იგი, მაგალითად, ადამიანი რო გაემგზავროს რუსთავიდან, თბილისიდან, დასავლეთ საქართველოში, დღეს ისეთი წარმოდგენა აქვს ხალხს, რომ უნდა ჩასულიყო გაევლო გორი, მერე ხაშური, მერე ასულიყო რიკოთის უღელტეხილზე და იქიდან გადასულიყო და რიკოთულათი, მერე ძირულათი, მერე ყვირილათი და მერე რიონით როგორც დღეს მიემგზავრება, ეგრე უნდა ჩასულიყო ადამიანი დასავლეთ საქართველოში და ერთი ლოგიკური კითხვა მინდა დაგისვათ, რომ ქართველი ადამიანი საოცარი ადამიანია თავისი თვისებით, რომ ააშენოს, ოღონდ ქართველ კაცს მიეცი საშენი მასალა, მიეცი იგი მთელი ცხოვრება სახლის მშენებლობას, ეკლესიის მშენებლობას და ციხესიმაგრის მშენებლობას მოახმარს, ხო? ეს არის მისი საყვარელი საქმე მიწათმოქმედების შემდეგ და
სუფრის და кейფის შემდეგ ეს არის მისი საყვარელი საქმე და ამაში ატარებს ხო ქართველი კაცი თავის ცხოვრებას და წარმოიდგინეთ ახლა ლოგიკურ კითხვას დავსვავ თუ აი ესე გადადიოდა როგორც დღეს გადადის რიკოთის უღელტეხილზე წიფის გვირაბის გასწვრივ ან რიკოთის უღელტეხილზე გზა როგორ არა აშენა ქართველმა კაცმა აი სურამიდან შორაპნამდე ციხესიმაგრე და როგორ არა აშენა სურამიდან უბისამდე ეკლესია ხო ხდებით რომ ის თქმა მინდა ეხლა ეს არის საბჭოთა კავშირისა და მანამდე უпростоრეთ რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის პროექტი რომ ასე გადასულიყო უმოკლესი გზა თორე ეს იყო გაუვალი გზა ეს შეუძლებელი იყო რომ ეგრე წასულიყო ადამიანი და იმისთვის რომ ადამიანი ფეხოსანი მაგალითისათვის იგივე ლაშქარი და ამ შემდეგ წამოსულიყო აი თბილისიდან რომ წასულიყო ადამიანი მაგალითისათვის დღევანდელ აი გურიაში ან აჭარაში ან ბათუმში ან ტრაპეზუნთაში მას აუცილებლად უნდა გაევლო ესე ჩამოვიდოდა და გორთან უნდა გაეხვია მარცხნივ და გაევლო ატენის ხეობით და მერე იქ არის ჯამჯამასა და არჯევანის მთა და ამ აი აქ არის უღელტეხილი იქ არის გადასასვლელი ესე გადადიოდა ადამიანი წალკაში ან ბორჯომის ხეობაში შესაბამისად და აი მარტო ატენის ხეობაში 61 ეკლესიაა მდინარე ტანას აუზში მდინარე ტანას უნდა აყოლოდნენ და მერე ესე ან ქციას ან ბორჯომულას ხეობით უნდა ბორჯომში ჩასულიყვნენ ეს იყო საუკეთესო იდეალური გზა და იხილეთ იქ არსებული გნებავთ უძველესი ეპოქის მეგალითური ქალაქები აი თორიდან დაწყებული და ლოდოვანიდან და ასე შემდეგ გაგრძელებული კლიკიჯვრიდან გაგრძელებული ასევე შუა საუკუნეების და ადრე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები, აუღებელი ციხესიმაგრეები, მათ შორის ატენის ციხე ბრძოლით აუღებელი ციხესიმაგრეა. სულ 2-3 ეგეთი ციხე გვაქვს ბრძოლით აუღებელი საქართველოში და ატენის ციხეში ჩვენმა წინაპარმა წყალი აიყვანა. აუღებელ ციხესიმაგრეში და მე ის წყალი დაუწყვიტეს და ეგრე მოხდა მაგ ციხის აღება, წვიმაც აღარ მოვიდა. და ამან განაპირობა ამ ციხის დაცემა. ხოლო თუ ადამიანი მაგალითისათვის მიემგზავრებოდა ჩრდილო დასავლეთ საქართველოში, ასე ვთქვათ, მაგალითისათვის ზუგდიდში, მაგალითისათვის ცხუმში, მას უნდა აი წარმოიდგინეთ, ესე უნდა ჩასულიყო დღევანდელ ხაშურთან და ხაშურიდან უნდა ესე როგორც ვაყა, მერე კორბოული, მერე საჩხერე, მერე ჭიათურა, მერე კაცხისვეტი, აი ესე უნდა შემოევლო და ზესტაფონიდან უღელტეხილზე უნდა გადასულიყო, თქვენ გიმგზავრიათ ამ გზაზე. აი ეს ორი გზა იყო, საფეხმავლო გზა, ხოლო რაც შეეხება წყლიერ გზას, მე უკვე მოგახსენეთ, რომ ესე ამოუდიოდა მაგალითისათვის იგივე ბენგალიიდან მდინარე ინდს ამოუყვებოდნენ დღევანდელი ბანგლადეშიდან, გადმოდიოდნენ მერე ამუდარიასა და სირდარიას კალაპოტში, რა თქმა უნდა, გზებზე და ქვიან და მოკირწყლულ გზებზე ჯაყჯაყი ანჯღრევდა, გნებავთ ეტლს, გნებავთ ცხენს, ასე შემდეგ და გნებავთ ნებისმიერ ტრანსპორტს, ღლიდა, ვიდრე მაგალითისათვის ნავით წამოსულიყვნენ, გინდა აღმა, გინდა დაღმა, შესაბამისად და გაცილებით უფრო ადვილი იყო მგზავრობა. ამოდიოდნენ ესე და მე ამუდარიათი და სირდარიათი ოქუსი ქვია ძველად ამუდარიას ჩამოდიოდნენ არალის ზღვაში არალის ზღვიდან უკვე იქვია კასპიის ზღვა რომელსაც მოუყვებოდნენ და შემოდიოდნენ მტკვარში რომელიც შესაბამისად სანაოსნო იყო არტაანამდე ამოდიოდნენ არტაანამდე და არტაანიდან გადადიოდნენ დღესაც არის ეს გზა ორი გზა არის არტაანიდან რომ ართვის დაკავშირებოდნენ 4 ესტრაბონს აქვს მოხსენიებული რომ 4 დღის სავალი გზა 4 დღე ჭირდებოდათ აი ეს მშრალი ანუ არაწყლიერი გზა რომ გადმოევლოთ იმისთვის რომ ეს არსიანის ქედი გადმოელახათ და ისევ ჩამოსულიყვნენ წყლიერ გზაზე ანუ ჭოროხის კალაპოტში და მე მოგახსენეთ რომ არსიანის ქედი არის წყალგამყოფი და გაბატონებულია აზრი რომ მაგალითისათვის აი ლაზიკის დიდი ომებისას ჩვენ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ ლაზიკის დიდი ომებისას თითქოს და ხოსრო ანუშირვანი რო წამოვიდა თითქოს იგი ჩამოვიდა შესაბამისად აი გამოიარა რუსთავი
თბილისი, გორი, ხაშური, მერე გადმოვიდა რიკოთის უღელტეხილზე, მაშინ არარსებულ უღელტეხილზე, არარსებულ გზაზე, გაუვალ გზაზე, ვინც ყოფილხართ და ვისაც გიმგზავრიათ მეტადრე ზემოდან, გაქვთ წარმოდგენა როგორი გაუვალი იქნებოდა იმ ეპოქაში. და მერე უკვე აი ამ რიკოთულას, ძირულას, ყვირილას საშუალებით ჩამოდიოდნენ თითქოს და რიონში და მერე თითქოს რიონს ქონდა აქეთ-იქით სანაპიროები, ისეთი სანაპიროები, რომელსაც შეეძლო რომ ადამიანები გაეტარებინა. და ამ რიონზე თითქოს და 120 ხიდი იყო გადებული და ამ ხიდების მეშვეობით გადიოდნენ. მაჩვენეთ ამ 120 ხიდიდან 1 ხიდი, 2 ხიდის, 5 ხიდის ნარჩენი ფოთიდან ქუთაისამდე. ჩვენი აზრით შესაბამისად ეს შეცდომაა და ხოსროს ანუშირვანს არ ჩამოუვლია მანდ და თუ ვინმე ხმას მიაწვდენთ დაინტერესებულ ადამიანს მე შემიძლია დავჯდე და ყველა ის ხიდი ვაჩვენო რომელიც ჭოროხის ხეობაშია, ყველა ის გზა ვაჩვენო და ყველა ის მახასიათებელი რომელსაც აღწერს პროკოფი კესარიელი, სტრაბონი და ასე შემდეგ ლაზიკის დიდი ომების რო ახასიათებს პროკოფი კესარიელი, ეხლა არ ჩამეჭიდოს ვინმე საუბარში და პირველ საუკუნეში რო ახასიათებს ამ რეგიონს სტრაბონი. ზუსტი მახასიათებელი არის სამხრეთ საქართველოსი, ანუ ტაო-კლარჯეთის. რამდენი წუთი გავიდა, მეგობარო? 40. დიდი მადლობა. შესაბამისად ეს რაც ამას ეხებოდა, ანუ გზებს, აი ესეთი გზები იყო საწყალოსნო გზა და საფეხმავლო გზა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვეწვიეთ ატენის ხეობაში, რათა გავიაროთ, გნებავთ ყველგანმავალი ავტომობილით, გნებავთ ცხენებით და გნებავთ ფეხით მოვაწყოთ ლაშქრობა და გადავიდეთ ქართლიდან ჯავახეთში. საოცრებებს ნახავთ, როგორ ააშენეს აქ მაცხოვრებელმა ხალხმა გრანდიოზული 5 ტონიანი, 7 ტონიანი, 10 ტონიანი, 15 ტონიანი ლოდებისგან ციხე-ქალაქები. და ესეთი ციხე-ქალაქი არის მრავალი თრიალეთის ზეგანზე და ჩვენ აქ ცხოვრობთ, შეიძლება ითქვას, დასაბამიდან, რა თქმა უნდა, კაცობრიობა ამოწყდა, თითქმის ამოწყდა, ერთი ოჯახი გადარჩა, ნოესა და ნოემას ოჯახი, თავისი 3 ვაჟკაცითა და ქალით და მერე ისევ გაგრძელება დაიწყო კაცობრიობამ, გამრავლება დაიწყო კაცობრიობამ, ზოგი რა თქმა უნდა ამაზე იღიმება, ზოგს ვერ წარმოუდგენია, უყურებს რა აი ამ სამყაროს მაინც არიჯერებს ღმერთის არსებობას, აი ამ მოძრაობას რო უყურებს, აი ამ დახვეწილ, მე ახლა მინდა მოვიშველიო თუ არ აგჯერავთ მაგალითისათვის პატარა ადამიანების, ჩემნაირ ადამიანს მართლაც როგორ უნდა დაუჯერო, მე სხვისას ვიმეორებ ყველაფერს. თხოვთ დაუჯეროთ ილია ჭავჭავაძეს, ან იგივე თუ აი როცა საუბარი არის, იგივე ნილს ბორს იქნებ დაუჯეროს, ვისაც ფიზიკა უყვარს, რომ ნილს ბორი ამბობს, რომ გამორიცხულია აი ამ მოძრაობას, აი ამ დახვეწილ მოძრაობას, აი ამ საოცარ მოძრაობას, რომელიც galaktikაში ხდება და რომელიც თუნდაც მარტო მზის სისტემაში ხდება, რომ გონიერი, მოაზროვნე, რაღაცზე აზროვნების მქონე არ მართავდესო. შესაბამისად, როდესაც ამისი შესაძლებლობა აქვს, რომ ესეთი სამყარო, ესეთი ულამაზესი სამყარო და დახვეწილი სამყარო შექმნას ღმერთმა და ისეთი დიდი ადამიანები გააჩინოს, როგორიც შოთა რუსთაველია და როგორიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტია და როგორიც უილიამ შექსპირია და როგორიც ვაჟა ფშაველაა და გალაქტიონ ტაბიძეა, შორს აღარ წავალ და როგორიც ნიკო ფიროსმანია და ლეონარდო და ვინჩია. როცა ესეთი რაღაცა შეუძლია ღმერთმა დაგანახოს, მაშინ ისიც უნდა ირწმუნო, რომ ისიც შეუძლია, რომ სამმა ვაჟკაცმა, იაფეტმა, სემმა და ქამმა მთელ ამ კაცობრიობას ჩაუყარეს საფუძველი და გამრავლდნენ და ეს კურთხევა იყო ნოესი, მამამთავრისა და ეს ნება იყო და კურთხევა იყო ღვთისა, ღმერთისა, მამა ღმერთისა, რომლის მორწმუნენიც იყვნენ
რომლის მორწმუნენიც იყვნენ ჩვენი ეთნარქები, ქართლოსი, მცხეთოსი, უფლოსი, ეგროსი და ასე შემდეგ და საუბრობდნენ ქართულ ენაზე 45 საუკუნის წინ. შესაბამისად, რაც შეეხება კიდე არარატის მთაზე გაჩნდა რამდენიმე კითხვა და კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არარატის მთას რაღაც პერიოდებში და სხვადასხვა პერიოდებში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ერები დაეპატრონენ რა, დაწყებული და იგივე პირველი იქ მაცხოვრებლები, როგორც ვამბობ, იყვნენ ქარდუები, ქარდუხები, იმიტომ რომ ნოე რო გადმოვიდა გემიდან, თავისი კიდობნიდან, იქ დასახლდა პირველად მის სამხრეთ მხარეში ქარდუში, კარდუში, ქართუში. ანუ რაღაც პერიოდი ქარდუსი იყო და ქარდუს მთა იყო ეს. რაღაც პერიოდი აშურების იყო, რაღაც პერიოდი ქალდეველების იყო, რაღაც პერიოდი ურარტუელების იყო და ასე შემდეგ და მისი სახელი არარატი არის ურარტუს მთიდან შექმნილი და ამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სახელი თორე ქურთებიც შესაბამისად იმის სამხრეთითმა დღევანდელ მოსულში და დღევანდელ ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრებნიც ამბობენ რომ ეს ჩვენი მთა არისო და ისინი ეძახიან ჩიეიეს იგივე ჩვენი მეგობრები მეზობლები სომხები armenielები ეძახიან მასისის მთას ეძახიან და ჩვენ უნდა ვეძახდეთ მას მართლაც ან ურარტუს მთას, როგორც ეს არის მოხსენიებული, არარატიც შესაძლებელია, იმიტომ არარატი და ურარტუ ამ შემთხვევაში ერთი და იგივე სახელწოდებაა და უნდა ვეძახდეთ ქარდუს მთას, ქართუს მთას, ეს არის ქართუს მთა და რაც შეეხება შესაბამისად ერთ საინტერესო მიგნებას, რა რო არის მოხსენიებული ქუში, მე ვუბრუნდები რა, ქუში არის მთის ქვეყანა რა, ქუშის ქვეყანა არის არა ნოეს შვილიშვილის ქვეყანა არამედ ეს არის 33 საუკუნის წინ რო იწერებოდა ქუში, ანუ ძველ სპარსულად ამ მხარეს ერქვა ქუშის ქვეყანა, არ მთიანეთის ქვეყანა და ეს მთა ისია გამორჩეული, ისი არის აი ამ რეგიონში გამოკვეთილი, ჩვენ დავდეთ ამისი სურათი, რომ მართლაც იმსახურებს ამის სახეს, რომ ეს არის მთის ქვეყანა და ეს არის ქუშის ქვეყანა, სპარსულად ქვია ესე და იქ ხაურობა ყველაფერი ძველ სპარსელებით იყო დასახლებული, მიდიას ქვეყანა მერე შემდგომ როგორც დაერქვა და იქით ამ მხრიდან ამ ქვეყანას ქვია ქუშის ქვეყანა, სპარსეთის სახელია, სპარსული, რომელიც მოხდა ძველ ებრაულში და ძველ არაბულში და ასე შემდეგ ბიბლიაში. ხოლო ლათინურ და ქართულ და ძველ ბერძნულში მოხდა აბუშის ქვეყანა, აბისენა, აბუშ სტრაბონი ამბობს რომ ამ ქვეყანას ქვია აბუშის მთა არის, აბუში, ესე იგი აბისენა, აბისენა ესე იგი ეთიოპია. შესაბამისად ისინი ამბობენ რომ ეთიოპიას შემოვლისო გიხონიო და იგივე სპარსები, იგივე აშურელები, იგივე არაბები, იგივე ებრაელები ამბობენ რომ ქუშის ქვეყანას შემოვლისო გიხონიო. შესაბამისად აი ეს ძალიან საინტერესო მიგნება აღმოვაჩინეთ თუ რატო ქვია ამ ქვეყანას აი ეთიოპია, იმიტომ რომ იქ კოლხები, აიელები, მედეას ხალხი, მედეას მოდგმა ცხოვრობდა, აი ეთიოპია, ეს იმას ნიშნავს რომ აიეტის ხალხები, აიეტის მოქალაქეები, აიელები, ასე ვთქვათ და იქიდან კიდე ქუშელები ცხოვრობდნენ და დღესაც არის იქ უამრავი სახელწოდება ქუში. მე ქედის მოხრით დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და